ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჯარის ინტელექტ კლუბის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრში ქობულეთის 14 საჯარო სკოლის ინტელექტ კლუბი მონაწილეობდა. ქობულეთამდე მსგავსი შეჯიბრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა. შეჯიბრები ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება და რომელიც აჯარის ჩემპიონატში მონაწილე 16 გუნდს გამოავლენს. ქობულეთში დღეს გამართულ ჩემპიონატში პირველი ადგილი მობოყვათის საჯარო სკოლის გუნდმა ლილე მოიპოვა, მეორე ფარნავაზ მეფის სახელობის სკოლის გუნდმა არაადეკვატური, ხოლო მესამე ადგილი ქობულეთის მეორე სკოლის გუნდმა უტოპიამ დაიკავა. აჯარის ინტელექტ კლუბის გადაწყვეტილებით აჯარის ჩემპიონატში მუნიციპალიტეტებიდან გამარჯვებული 3-3 ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას, ბათუმიდან კი მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. თავარი ამ თამაშების არის ციგნის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში. თუ როგორ მივაჩვიოთ ბავშვებს ციგნის კითხვას და უფრო საინტერესო გახდეს მათთვის ციგნის კითხვას. აი ესაა ზუსტად რომ თამაში აზართან ერთად ძალიან კარგი დაობა მინდა გითხრათ რომ ბათუმში მით უმეტეს და აჭარაში აჭარის ნომერ პირველი საჯარო სკოლა არის საქართველოს ჩემპიონი სკოლების შორის. უნდა სონას მატებს და სტიმულს გვაძლევს რომ მომავალში კიდევ გავაგრძელოთ ეს თამაშები და რა ვიცი ძალიან კარგი პრიზებია, სამახალისებელი.